გამარჯობა, მე ფლორიდა ვარ და დღეს დავიწყე პირადი დღიურის წერა. პირველი დღე ახალ ქალაქში და ახალ სახლში გადავედი. დღეს ახალ სკოლაში მივდივარ. თან ჩემი შეყვარებული ჯექსონი ძალიან მენატრება. საშინელებაა, რომ ჩემთან ერთად ვერ წამოვიდა, მაგრამ მისი ერთგული ვიქნები და იმედია ისიც იმავეს გააკეთებს ჩემთვის. ფლორიდა, მართლა დაიწყე დღიურში წერა? დედამ საუზმე გაგვიკეთა, უნდა წავიდეთ. ფლორიდა, ყველასთვის რთული იყო სახლის შეცვლა, მაგრამ ახლა სკოლაში უნდა წავიდეთ. გოგოებო, მოვდივარ, მაგრამ უბრალოდ ჯექსონი მენატრება ძალიან. კარგი, დედა გველდება. ელის, ეს მოსაცმელი მაინც იყიდე? კი, საბოლოოდ ვიყიდე. მშვენიერი, ძალიან გიხდება. გოგოებო, ერთი წუთით არ მესმის, რატომ ხართ მოწყენილები? ახალ ქალაქში ვართ, ახალი სკოლა გაქვთ თქვენ და მე ახალი სამსახური. თან ახალი სკოლა ახალ მეგობრებს უდრის. დედა, ჩემი ძველი სკოლა მშვენივრად მუშაობდა ჩემთვის. თან იქ შეყვარებული მყავს, რომელიც აქ ვეღარ წამომყვა და მენატრება. შენი შეყვარებული საერთოდ არ იყო კარგი, არ მომწონდა, რაღაცნაირი ბიჭია. დედა, ჩვენი შეყვარებულები არასდროს მოგწონს. კიდევ კარგი მე არ მყავს შეყვარებული. კარგით გოგოებო, გახალისდით, ყველაფერი კარგად იქნება. თან ახალი მეგობრების გაჩენაც საინტერესოა. იქ სადაც ვიყავით, ძალიან საშიში იყო, ვამპირებზე მონადირეები მომრავლდნენ. ზუსტად, მაგრამ მოდით ახლა ამაზე არ ვისაუბროთ. იმაზე ვილაპარაკოთ, თუ როგორ დაიპყრობა მთელ სკოლას ჩემი ლამაზმანები. კი, ლამაზმანები ვართ ნამდვილად. უი, თან გახსოვთ მე რომ მოვიგე ქრაშის სილამაზის კონკურსში ძველ სკოლაში? ხო. უი, გოგოებო, არ დაგავიწყდეთ, რომ ჩერლდერების ემაში ჩაეწეროთ. უი, ხო, უნდა ვაჩვენოთ, რამდენად კარგები ვართ და ყველას შეშურდება. გოგოებო, საუზმე მორჩით და უნდა წახვიდეთ სკოლაში. დედა, ეს რეები გაცვია ფეხზე, სერიოზულად? სირცხვილია, თინეიჯერი არ ხარ. ხო, დედა, არ შეგვარცხვინო. გოგოებო, დედა თქვენი ყოველთვის თინეიჯერივით იგრძნობს თავს, მხოლოდ 190 წლის ვარ. აუ, დედა, ნუ გხვდებით ხო? გოგოებო, არ გინდათ რომ თქვენი ეშვები დამალოთ? მე არ მაქვს ჯერ ეშვები რომ დავმალო. ხო, რავი, მაინც ხალხში ვცხოვრობთ, საშიშია. არა, მადლობა, ეშვებით ვამაყობთ. და არავისი არ გვეშინია. კარგი, გოგოებო, ფრთხილად უნდა იყოთ მაინც. ეს ვინ არის? გავაღებ. ვინ შეიძლება რომ იყოს? ალბათ მეზობლები მოვიდნენ ნამცხრით, რომ შეგვეგებონ. კარგი, საუზმეზე გამოვიყენებთ. აბა გოგოებო, სკოლას დავიპყრობთ და ყველაზე მაგარი ბიჭები ჩვენ გვეყოლება, ხო? არა, მე არა, ჩემი ჯექსონი მენატრება. ეგ იქამდეა სანამ ვინმე ახალი არ მოგეწონება და ადულად შემიძლია მეხსიერება წაგიშალო, უბრალოდ მითხარი. ხო, გამოადგება. არც გაბედო ჯილ. მიყვარს ჩემი შეყვარებული და იმედი მაქვს რომ მალე დავბრუნდებით სახლში. გოგოებო, აი თქვენი პირველი მეგობარი, ჩვენი მეზობელია, საყვარელ რა გქვია? მე მოთი მქვია, მაგრამ ყველა მაუს მეძახის. გამარჯობა. ძალიან მაგარია, ვამპირი მეზობელი. ნახეთ, უკვე მეგობრები გაიჩინეთ, ახლა იჩქარეთ. ვამპირების სკოლაში დავდივარ, გინდათ ერთად წავიდეთ? თან ბევრი რაღაც მაქვს მოსაყოლი ამ სკოლაზე, ჭორები. მოიცადე და რატომ გგონია რომ გენდობით? დამშვიდდი ჯილ, ფლორიდა, შენ რას ფიქრობ? მგონი სულელია, მაგრამ საყვარელი სულელი. არა უშავს რა? აუ, არ წავედით უკვე, ერთი სული მაქვს ახალ ხალხს, როდის შევხვდები? ხო, პირველივე დღეს არ დავაგვიანოთ. წარმატებები ჩვენ. ხო, იმედია პოპულარულები ვიქნებით. მაგას ისედაც გავაკეთებთ, რაც არ უნდა დაგვიჯდეს. საყვარლებო, მესმის რომ ახალი მეგობრები საინტერესოა, მაგრამ იჩქარეთ, თორემ დამოგვიანდება სამსახურში. დედა, მაგას მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ ხომ ელიტა ვართ. რა? მოიცადე, ანუ სუფთა სისხლის ვამპირები ხართ? რა? ამბობთ, რომ იმ ტიპის ვამპირები ხართ, რომლებსაც არ ეშინიათ არც სინათლის და არც ვერცხლის? ხო, მაგ ტიპის ვამპირები ვართ. რა მაგარია, რომ ჩემი მეგობრები ხართ? აბა მაუს, გითხარი ბიჭებზე, რომლებიც სიმპათიურები არიან სკოლაში. ბევრნი არიან, მაგრამ თქვენთვის არ არიან, იმიტომ რომ ყველას შეყვარებული ყავს და იმ გოგოებთან ახლოს არც მივიდოდი. მაგასაც ნახავთ. ჯობია ისინი არ მოგვეკარონ ჩვენ. მშვენიერი, თუ მაგას შეძლებთ, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ. ჰეი, გამარჯობა.
რა გითხარი, აირჩიე მე ან შენი მეგობრები? არანაირი, მაგრამ ნერდებს დაანებებ თოდესმე თავს? ეს ტრევისია და მე ურუსი მომწონს. საბოლოოდ როდის შეგვამჩნევენ? ურუსი გვამჩნევს ზოგჯერ. ტრევისი არასდროს მომჩნევს. გამარჯობა ურუსი, ვამპირების ლიმონათი ჩვენთვის. რამდენი ყველასთვის? ხო, ყველასთვის. გვენ, ჯასტინს დაელაპარაკე? არა, მაგრამ ახლა გავესაუბრები. უბრალოდ რატო არ მიატოვებ? ჩემს მეგობარს ხვდება. გვენ, შენი აზრით ცოტა მაინც მოვწონვარ? არა, შანსი არა, ამდენი ხანი რაღაცას გეტყო და ეგრე რო იყოს. გოგოების საქმიდან ცხვირი ამოყავი. სერენა, ახლა მივდივარ დაველაპარაკები. სერენა, საჭიროა რომ ასეთი მიჯაჭვული. არა, უბრალოდ შეყვარებული ვარ. გვენი დღეს გაფრაზებული ჩანს. ხო, ეგ და მაგის მეგობრები სულ გაფრაზებულები დადიან. ჰეი, პატარა ძამიკო, ცოტა ხნით მოგიტაცებ. თავიდან დაიწყო, ჯასტინ სერენაზე უნდა ელაპარაკოს. ვერ ხვდები რა ჯასტინში რა მოეწონა, მე რატო ვერ მხედავს? დაწრარდი შემოგხედავს, როგორც კი მიხვდება, რომ ჯასტინი მაგისთვის არ არის. თან ჯასტინს ეგ არ მოეწონება, ჩვენ პირობა დავდეთ. კარგი, ახლა რა ხდება, გვინ კიდე სერენაზე უნდა მელაპარაკო. ხო, შენზე საშინლად არის შეყვარებული. გთხოვ, მისი შეყვარებული იყავი, ჩემი ხათრით მაინც, შენი საყვარელიდის ხათრით. როგორც ჩანს არაფერი გამოვა. გვინ არა, უბრალოდ არ მომწონს. ძმაო, ჩემთვის გააკეთე, გთხოვ. გვინ თავიდანმანები მას არავის ხათრით არ შევხვდები, არც შენი. მის მინე შენი და აღარ დამიძახო თუ ისე არ გააკეთებ, როგორც მე გთხოვ. ამ სერენამ ბოლომდე გააგიჟა. რაო, არაო, სერენა ნუ ნერვიულობ, მაინც იზამს. მგონი შანსი არ გვაქვს. სერენა, თეოს რატო არ შეხედავ, მგონი მოწონხარ და ერთმანეთს უხდებით. ჩემი ტიპი არ არის. ჰეი, ლუზერებო, რა გჭირთ? ისევ გაბულინგებენ ბიჭები? და ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? ნათან, ჩემი ძმა ხარ და ძალიან მრცხვენია, რამე გააკეთე. მაშინ გითხარი რა გავაკეთოთ? ისე შენი და ძალიან უფროსობს. ხო, მაგრამ სამაგიეროდ არ დაცინია. ახალი მოსწავლეები გვყავთ. გასაღები მომეცი და თქვენ ვინ ხართ? ახალი მასწავლებელი გრეისი. ახალი მასწავლებელი? მაგარია. და ეს ვინღაა? ნახე, თვალები გადმოყარა, რა გითხარი? შენ ვერ მეტყვი, სად უნდა გავიხედო? ვაკ, რაღაც ძალიან დაცხა. მეგობრებო, ეს ვინაა საერთოდ? თეო, მიდი, შენ თვითონ რატო არ გითხავ? უბრალოდ გოგოები არიან, ლამაზი სახით და სხეულით. აბა გოგოებო, მოდით კარადები ავირჩიოთ. რაღაც ვერ გრძნობ თავს, ისე თითქოს მოვეწონეთ. ხო, ყველა ჩვენ გვიყურებს. ეს იმიტომ, რომ ახალი მოსწავლეები დიდი ხანი არ გყოლია. არ მესმის მაუს, ესენი ვინ არიან? ესენი არა, ახალი მოსწავლეები არიან და ჩემი მეგობრები არიან. და შენ როდიდან ყავს მეგობრები? გვენ დაინახე როგორ აშტერდება ჯასტინი? სერენა ახლა მაგის დრო არ არის. თავიდან დაიწყო. ეს კარადები ისეთი ცარიელია, სიკვდილი მინდება. ხო, მაგრამ ახლა ჩვენ გავალამაზებთ და ყველას უნდა მივუჩინოთ ადგილი. ვაიმე, იმედია ახალ მეგობრებს გავიჩენთ, თორე მართლა საშინელებაა. გამარჯობა გოგოებო, ჩვენ ტყუპები ვართ, დორა და ნორა. ძლივს, ვიღაცამ მაინც იცის ამ სკოლაში ნორმალურად მისალმება. გონი დროა ჩვენი თავები გავაცნოთ. ჩვენ აქ ახლები ვართ, მოგვისმინეთ და დიდი ხნით ვაპირებთ დარჩენას. მგონი ძალიან ხმამაღლა ვთქვი. გოგონებო, აქ თქვენთვის სასიამოვნო არ იქნება. ხო, თან ყველა ბიჭი დაკავებულია, არც იფიქროთ. განსაკუთრებით აი ის, ჩემი ძმა არის და ძალიან რომელია? აი ის ჯასტინი, პოპულარული ბიჭი. კაი რა, უცნაურია. ნამდვილად არ არის ჩვენი ტიპი. რომ იცოდეთ, მე ტრევისი მომწონს, მე ურუსი. მაგარია და ყველა გაგიჟებულია უკვე ჩვენზე და გონიათ რომ შეყვარებულებს წავართმევთ. და აი იქ არის მაგარი ხალხი, ხო? კი, აი მაგაზე გეუბნებოდით. სულელები. აბა ბავშვებო, ჩემი სახელია გრეისი და თქვენი ახალი მასწავლებელი ვარ. იმედია თქვენ მაინც ხართ ნორმალური. ხო, თორე აქ დიდი ხანი ვერ დარჩებით. შენ, ბოლო მერხზე, ადექი. ვინ, მე?
დედა, დაწყნარდი. ყველას გასაგონად რომ იცოდეთ. ეს დედა ჩვენია. ვა, დედა თქვენი აქ რომ მოგიაროთ. ვიცოდი რომ ლუზერები იყვნენ. შენ მან დიდგები კლასის დამთავრებამდე და დღევანდელი თემა არის ვამპირებზე მონადირეები. ჩვენ მათი არ გვეშინია. რა იყო, ზედმეტად მამაცი ხარ? არა, უბრალოდ ვიცი მათგან თავი როგორ უნდა ავირიდო. აუფ, ისეთი მაგარი ხარ. ჰეი, ხომ არ შეგახსენო, ჩემი ძმა არის, თავი შორს დაიჭირე. არ შეიძლება რომ დავჭდე ამდენი დგობით დავიხალე. საბოლოოდ ვამპირად ყოფნა ცუდი საერთოდ არ არის, უკვდავები ვართ. Yes! მაგრამ იქამდეა ვამპირობა კარგი, სანამ ვამპირზე მონადირეს არ შეხვდებით. თან დღესდღეობით მომრავლდნენ რაღაც. კითხვა მაქვს, თუ შევუყვარდი ამ ვამპირზე მონადირეს მერე, ეგ შეუძლებელია მათთვის მონსტრები ვართ. ძალიან არ მომწონს რა ახლოს ზის ჯასტინი იმ ქერასთან. ნუ ნერვიულობ, სახლში დაველაპარაკები. ხო, ჩვენ ვამპირები ვართ და ფრთხილად უნდა ვიყოთ, როდესაც ხალხში ვცხოვრობთ. დედა, ეს საითკენ მიყავს? იცოდე დედა შენი არ გააბრაზო თეთრო და შავი. ვა, თეთრი და შავი, გრეისი წითელთბიანია და შვილი თეთრი და შავი. მისმინე შენ, კიბეზე, ჩემს ფეხსაცმელს ხედავ, ხომ არ გინდა ფეხი დაგემჩნას სახეზე? მოდი დავიწყოთ, ვინმე შეუძლია დაასახელოს თავდაცვის ხერხები? წესი ნომერი პირველი გარეთეშვები არ გამოაჩინო. კარგიც და, მაგრამ ყველგან შეუძლიათ შეგვამჩნიონ, ამიტომ არ გამოგვადგება. საკმარისია კიდევ ერთი სიტყვა თქვენ შორის და მართლა შარში იქნებით. მნიშვნელოვანია ყოჩაღ. ჯასტინი. მგონი აქ ყველა სუფთასისხლიანია, თუ შერეულებიც არიან. სუფთასისხლიანები. მხოლოდ ნერდები არიან შერეულები. ელიტა ვარ. მაუს და შენ? ელიტა. მშვენიერია, მიხარია რომ აქ ვმუშაობ. კარგით, გავაგრძელოთ. ურუს, შენი ლიმონათი საუკეთესოა, კიდევ გვინდა? მადლობა, ვიცი, ამაში საუკეთესო ვარ. კარგი და პიცაც გვინდა წასაღებად, თუ შეიძლება. არ გინდათ რომ დამპატიჟოთ და ერთად ვჭამოთ. კი, არა, უნდა ვიმეცადინოთ. კარგი, მაშინ არაა პრობლემა, ბიჭებთან ერთად ვიქნებ. ურუს, შემდეგში წინასწარ გავაკეთებ დავალებას. იქნებ ხვალ? ნახოთ. არ მისმის სერენას ჯასტინი რატო არ მოწონს. ალბათ გვინი უბრალოდ გადაიხალა, სულ ჯასტინზე რო ელაპარაკებიან. მეგობრებო, ახალი გოგოები როგორ მოგეწონათ? ხო, ჩვენ ძალიან მოგვეწონა და მათი უკეთესად გაცნობა გვინდა. ნერდებო, აქ საერთოდ რატო ხართ? ჩვენ ნახევარსისხლიანებთან არ ვლაპარაკობთ. კარგი, ხო, ჩვენ უბრალოდ ნებართვა გვინდოდა. ხო, უბრალოდ გვინდა რომ გოგოებს დავუმეგობრდეთ და პრობლემა ხო არ იქნება. არა, ჩვენ არ გვექნება, მაგრამ გოგოებს ექნებათ. არა მგონია რომელიმეს თქვენნაირ ლუზერებთან მეგობრობა უნდოდეს. მეგობრებო, მადლობა ამის შანსი რომ მოგვეცით. საერთოდ აქ რას აკეთებენ? აქ მხოლოდ ელიტა უნდა ვიყოთ, ხო, აქაურობას არ ეკუთვნია. ჩვენი შემდეგი გაკვეთილი რა არის? ცხრილში ნახელილი. ბიოლოგია, მეზიზღება. ახალი გოგოები არიან სკოლაში, ძალიან ლამაზები არიან. ხო, მაგრამ დიდხანს ვერ გაკაჩავენ, თან მე ვიქნები პირველი, ვინც გაკვეთილს ასწავლის. ვაიმე, ბავშვებო, უკვე დამღალეთ, აღარ შემიძლია. ეს ახალი მასწავლებელი მაგარი ჩანს. ხო, რავი, ნორმალურია. ახლები არც ისე. ტრევის, შეიძლება ვისაუბროთ? არა, ახლა არა. კარგი, მითხარი, როცა გეცლება მაშინ. და ჯექი სულელურად იქცევი. შენ იქცევი სულელურად, როცა ურუსია გარშემო. გოგოებო, შოკში ვარ, ხედავდით ჯასტინი როგორ მეფლირტავებოდა? ხომ ხედავ, თან იმის გეშინოდა, რომ არავის მოეწონებოდი. თან ეს მხოლოდ დასაწყისია. თქვენთვის კი, მე ჯექსონი მიყვარს, მართლა. ფლორიდა, დიდხანს არ გაგრძელდება. გოგოებო, ბიჭები მოდიან. გამარჯობა გოგოებო, მოდით ერთმანეთი გავიცროთ. მე ოსკარი ვარ, მე მარკი და მე ნათანი. ნეტა ახალი ცხრილი მქონდეს ყოველ დღე. ჰეი, სხვაგან რატომ არ მიდიხართ? ესენი უკვე ბევრ ხალხს იცნობენ. არა, რატომ? ნათანი საყვარელია. და თქვენ ნერდები ხართ? ცუდი იღბალი. ვა, მადლობა, ეს გაიგონეთ, ასეთი რაღაც არავის არ უთქვამს. ბიჭებო, ხომ არ დაიკარგეთ? ჩემს გოგონებს დაანებეთ თავი და წადით, დავალებები გააკეთეთ. სასაცილოები არიან. გოგონებო, უნდა შეგახსენოთ, რომ შერეულებთან არ იმეგობროთ? კარგი რა, დედა. ხო, ვიღაცასთან მაინც უნდა ვიმეგობროთ, დანარჩენები არც ისე მეგობრულები არიან. ჯერ. კარგით, გოგონებო, სამუშაო მაქვს, სახლში გნახავთ. მიყვარხართ?
ჩვენც გვიყვარხარ დედა. მგონი გვენც და თავის მეგობარს ჩემგან რაღაც უნდათ? ჰეი, მომისმინე ქერა. სალაპარაკო გვაქვს, წამო საპირფარეშოში. ანუ დღეს მოხვედი აქ და უკვე ვიღაცის შეყვარებულზე ფლირტავები, წამოდი ასეთი მამაცით ვუხარ. ოჰო. მისმინეთ, ჩემს დას თავი გაანებეთ. ორნი ხართ სამის წინააღმდეგ. და მეოთხე. ქერა არის ჩვენი პრობლემა, თქვენ არა. ხო, რა გქვია, ფლორიდა? გოგოებო, თავი დაანებეთ, მასწავლებელი გრეისი მათი დედაა, ხომ შეხვდით? კარგით რა გოგოებო, არ მეშინია მათი, წამოდით ვისაუბროთ. აქ საერთოდ რა ხდება? რაღაც მოხდა სერენას გვინს და ფლორიდას შორის. ხო, და მგონი რაღაც სერიოზულია, ახლა გარეთ მედიან, როცა გეილაპარაკო. დამეწიეთ. ძალიან არ მომწონს. ჯასტინ მომისმინე, ისი არ გინდა რომ შენი და შეაჩერო, არ მინდა რომ ამის გამო სერენა რამე შარში გაიხვეს, ხო გესმის? ხო, რავი, მე ვეცდები. წარმატებები, მაგრამ გონი უკვე ძალიან გვიანია. გუინ მორჩა საკმარისია. ჯასტინ, შენი საქმე არ არის. წადი აქედან. არა, ეს ჩემი საქმეა და რასაც მეტყვი იმას გავაკეთე. ეგრეც ვიცოდი. გელოდებით გოგოებო. ქერა დღეს შეგიძლია წახვიდე, საკუთარი თავი იღბლიანად ჩათვალე. სერენა, ხომ გითხარი, ჩემს პირობას ყოველთვის ვასრულებ. ჯასტინ? ჯასტინ, არ იყო საჭირო. დრამა სკოლის პირველ დღეს უკეთესი რა უნდა მომხდარიყო. გოგოებო, რთული დღე იყო. ხო, ეს თინეიჯერები გიჟები არიან. ის შეთავაზება, რომ ვიღაცას ფეხს სახეზე დავამჩნევ, კიდევ ძალაშია. მოდი, ეგ მაინც შევინახოთ, იქნებ მოგვიანებით დაგვჭირდეს ადრეა ჯერ. ბიჭები ნორმალურები არიან, გოგოები ქმნიან პრობლემას, ეგრევე ეშვებს აჩენენ. გოგოებო და დორა და ნორა ნორმალურები ჩანდნენ. კაილი, სერიოზულად არ მივიღებდი. ხო, ცოტა კლოუნებს გვანან. გოგოებო, როგორც ჩანს, ჩვენთვის ადვილი არ იქნება ამ სკოლაში დამკვიდრება, იმიტომ რომ ყველას მოვწონვართ. მაგრამ მე რა თქმა უნდა არა, მე ჯექსონი მყავს. ამიტომ ყველაფერი თქვენზეა, დაიმახსოვრეთ. კარგად ვიქნებით, დედა ჩვენი გრეისია, თან ყოველთვის ჩვენ გვერდით არის. მეც გოგოებო, მეც არავის მივცემ უფლებას, რამე გაწყენინოთ, დამიჯერეთ. მეხსიერებას წაუშლი? დედამ ამიკრძალა მაგ ძალის გამოყენება. ხო, დედა მისიც გითხრა, რომ არ ვთქვათ, რომ ვეგეტარიანელები ვართ. ხო, გოგოებო, არ არის საჭირო ყველა მიცოდეს, რომ განსხვავებულები ვართ. აჰა, დღიურო, ჩემი პირველი დღე სკოლაში მორჩა და საშინელება იყო. კატასტროფა.